მოგესალმებით, თქვენ ყურებთ CSM-ის საინფორმაციო გამოშვებას. მე სანდრო საპანაძე ვარ და ჩვენი დღევანდელი თემა კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარე ფინალური გამოცდებია. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი კი სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი მაია ნიკურაძეა. გამარჯობა ქალბატონო მაია. მოგზაურობისთვის ფინალური გამოცდები მიმდინარეობს, როგორც ვიცით, და ძალიან აქტუალურია სტუდენტებში ეს თემა და მოკლედ რომ გითხრათ, როგორ მიმდინარეობს გამოცდების პროცესი და რაიმე ცვლილებას ხომ არ აქვს ადგილი წინა წლებთან შედარებით. კი, პასუხებთ ამ კითხვაზე, მანამდე მინდა მოგილოცოთ თქვენი დასაწყისი, როგორც აღნიშნეთ პირველი გადაცემა და მე გისურვებთ წარმატებებს და მინდა გიხილოთ უფრო სხვა და პოპულარული გადაცემებში, როგორც ყველა საუკეთესო უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტი. რაც შეეხება დასკვნით გამოცდებს და მიმდინარეობს მეორე, მესამე, მეოთხე კურსისთვის და შემდგომ კვირაში უკვე შემოგვიერთდება პირველი კურსელები. ცვლილებები ძირითადად არაფერში არ განხორციელებულა, ახალი წესები არ აგვაქვს, მხოლოდ შეგახსენებთ იმას, რაც წერილობით გადავაგზავნეთ სტუდენტებთან, როგორც შემახსენებელი ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებით. კარგი, და როგორ კონტროლდება საგამოცდო პროცესი, ანუ რა უნდა იცოდეს სტუდენტმა, როდესაც შედის გამოცდაზე, უნდა ქონდეს გათვალისწინება. პირველ რიგში სტუდენტმა უნდა იცოდეს თარიღი, საათი და აუდიტორია, სად უტარდება კონკრეტული საგანი. ეს ინფორმაცია მათ მიეწოდებათ როგორც მთლიანი საგამოცდო ცხრილით, ასევე ყოველ დღე მათ ეგზავნებათ შემახსენებელი ინფორმაცია მეილის სახით, კონკრეტული მითითებით ოთახის, საათისა და დღის, რა თქმა უნდა. რამდენად ხშირად არის მომents შემთხვევაში, როცა მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, სტუდენტებს თქო მაინც ექნებათ პრობლემა აუდიტორიის მოძებნის ან აუდიტორიის მოძებნის ნაკლებად ექნება, თუ რაიმე ფორს მაჟორია და შეიცვალა აუდიტორია, მასაც უგზავნოთ. ეგრევე და ისინი გაფრთხილებულები არიან, რომ აუცილებლად საღამოს შეამოწმონ იმეილი და ის, რაც უნდა ახსოვდეთ ზოგადად სტუდენტებს საგამოცდო პერიოდისათვის, ეს არის ის, რომ უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ისევე როგორც უნივერსიტეტის ფარცი შემოსასვლელად, ასევე საგამოცდო პროცესში სხვა განსაკუთრებული მას არაფერი არ ჭირდება გარდა იმისა, რაც დაშვებულია გამოცდაზე გამოსაყენებლად. ეს არის ზოგჯერ კალკულატორი, ეს არის სამართლის სკოლისთვის განსაკუთრებული ლიტერატურა კოდექსის სახით ან დამატებითი ლიტერატურა, რაც წინასწარ ეცნობა სტუდენტს როგორც ლექტორის მხრიდან, ასევე ჩვენი დეპარტამენტის მხრიდან და იმაილზე მიუდით ინფორმაცია, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული სახის ლიტერატურა ან ინფორმაცია გამოიყენონ ბეჭდური სახით და მათ ყველას უნდა გქონდეთ თავიანთი გამოსაყენებელი ლიტერატურა თუ სხვა დამხმარე საშუალება, ის იქნება კალკულატორი, კავა. დამკვირვებლების თემას რო შევეხოთ, როგორ უნდა მოიქცეს სტუდენტი იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობს, რომ ის უსამართლოდ გააპროცენტეს ან უსამართლოდ დაატოვებინეს საგამოცდო პროცესი. სტუდენტი, მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელი თვლის სამართლიანად ან გააპროცენტა, ან განვლა, ან შენიშვნა მისცა, მას შეუძლია ჩამოგზავნდეს აერთ ოთახში, ჩვენივე დეპარტამენტში და დაწეროს განცხადება, სწორედ ეხლა მივიღე რამდენიმე განცხადება ეგ ტიპის. ჩვენ შემდეგ ვახდენთ მის განხილვას. სტუდენტი აუცილებლად ინფორმირებულია განცხადების დაწერიდან 60 სამუშაო დღეში. კარგი, და რა უნდა მოიმოქმედოს სტუდენტმა, თუ რაიმე გაუგებრობა აღმოჩნდა მისთვის თვითონ საგამოცდო ტესტში? ანუ საგამოცდო პროცესში, მას შემდეგ რაც ლექტორი მოგვაწოდეს ჩვენ მასალას, რომელიც გადახედილია ძალიან ყურადღებით თვითონ ლექტორის, ასევე გარკვეული სკოლის პროგრამის ხელმძღვანელის შემდეგ და შემდეგ იბეჭდება ეს მასალა და გვეწოდება ჩვენ, ლექტორი სხვანაირად არ ერივა საგამოცდო პროცესში თვითონ. გარდა უცხო ენის ლექტორებისა, სადაც დაშვებულია მხოლოდ ტექნიკური სახის კითხვებზე უპასუხონ, რამდენიმეჯერ შემოდიან აუდიტორიაში და პასუხობენ, ხომ ყველაფერი გასაგებია. იქ არ არის საკითხი იმაზე, რომ უპასუხონ დასმულ შეკითხვებს მასალასთან დაკავშირებით. სხვა სახის გაუგებრობასთან დაკავშირებით, თუ სტუდენტი აღმოაჩენს გამოცდაში, ან რაიმე არის გაუგებარი, ან რაიმე არის შეცდომით, როგორც თვითონ თვლის, მან უნდა გააკეთოს კომენტარი მითითებით გარკვეულ საკითხზე ან კომპონენტზე გამოცდაში. ეს რა თქმა უნდა განიხილება
როგორც სკოლის, ასევე ჩვენი დეპარტამენტის მიერ და მიეცემა მსვლელობა, რომ იმ ნაწილში თუ ნამდვილად იყო დაშვებული შეცდომა და სტუდენტი მართალია, მიენიჭოს მაქსიმალური ქულა სტუდენტს. სხვა სახის კომენტარის გაკეთება ხმამაღლა გამოცდაზე დაუშვებელია, შესაძლოა ესეთი ფაქტი იყოს და ანუ განხილვა არ უნდა მოხდეს გამოცდაზე. აუცილებლად უნდა მიეთითოს კომენტარის სახით. გასაგებია. კიდევ ერთხელ რომ გამიგვიოთ, ქულების რა რაოდენობა არის საჭირო იმისთვის, რომ სტუდენტი მოხვდეს ფინალურ გამოცდაზე? ფინალური გამოცდა არის ჩვენთან დასკვნითი გამოცდა. დასკვნით გამოცდამდე რომ მივიდეს სტუდენტი, საგანზე რეგისტრაციის შემდეგ მან მიმდინარე ქულების 70 ქულის 51 და 60% უნდა იყოს. ხო, უფრო კაფეოთ რომ გავხსნათ. პირველ კურსელებისთვის ზღვარი გადასალახი არის სხვა, მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებისთვის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურისთვის არის სხვა, ეს არის 60%. მხოლოდ პირველ კურსელებს აქვს 51%. ხო, აგიხსნით. ორი ეტაპი გვაქვს გადასალახი, რომ მივიდეთ დავასრულოთ საგანი წარმატებით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მან უნდა გაიაროს მიმდინარე პროცესის, ანუ 70 ქულის 51% პირველ კურსელმა და შემდეგ დასკვნით გამოცდაზე ეძლევა მას საშუალება გასვლის და ასევე დასკვნით გამოცდაში უნდა იყოს ქულების, ანუ 30 ქულის 51%. ანუ სულ 100 ქულა გაყოფილია ესე. დასკვნით ქულას მინიჭებული აქვს ყველა გამოცდას 30 ქულა, დანარჩენი ქულები გადანაწილებულია 70 სხვადასხვა გამოკითხვებზე და აქტივობებზე. 51%-ს ვიღებთ, ესე იგი 70 ქულის და გავედით დასკვნითზე, ასევე დასკვნითში მივიღეთ 51% 30 ქულისა და ჩვენ წარმატებით დავასრულეთ საგანი. ასევეა მეორე, მესამე, მეოთხე კურსელებისთვის პროცენტული მაჩვენებლები ზუსტად 51-ის ნაცვლად მათ აქვს 60%, ანუ 70 ქულის 60%-ს ვიღებთ და ჩვენ გავდივართ დასკვნით გამოცდაზე, ასევე 30 ქულის 60%-ს თუ ვიღებთ, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ საგანი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა ვერ მოახერხა ფინალურ გამოცდებზე საკმარის ქულების დაკროვება? გამოცდაში 30 ქულიან გამოცდაში პირველ კურსელმა ვერ აიღო 51% და სხვა კურსელებმა და სხვა საფეხურის სტუდენტებმა ვერ აიღო 60%, ამ შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა დასკვნით გამოცდაზე განმეორებით გასვლის უფლება. მხოლოდ მას მიმდინარე შეფასებაში უნდა ქონდეს 51 ქულა დაგროვებული. ანუ გამოკითხვებში პირველ კურსელს აქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ მას მანამდე ქონდა 51%, რაც არ არის 51 ქულა, მაგრამ იმისთვის რომ დასკვნით გამოცდაზე განმეორებით გავიდეს, მას უნდა ქონდეს 51 ქულა. დანარჩენებს ისედაც ეკრებინებთ. გასაგებია. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც სტუდენტი გარკვეული მიზეზის გამო ვერ ახერხებს გამოცდაზე გამოცხადებას და რა ხდება ამ შემთხვევაში, რა უნდა მოიმოქმედოს მას? არის ესეთი შემთხვევები საპატიო, როცა სტუდენტს აქვს კურსების აღრივა და მას ემთხვევა გამოცდები, სხვადასხვა კურსის საგნებს როცა გადის სტუდენტი, შესაძლოა ერთ დღეს დაემთხვეს ორი გამოცდა. ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივად სტუდენტი ავსებს იმ ელექტრონულ განაცხადს, რომელიც ყველა სტუდენტს აქვს თავის პირადი გვერდზე განთავსებული და მას ქვია გამოცდების აღდგენის ფორმა, მიზეზში უთითებს კონკრეტულად რა საგანს ემთხვევა, მისი საგანი და რომელი სურს გადააბაროს და განიხილება მისი ეს განცხადება, მიეცემა დადებითი პასუხი და ის გამოდის აღდგენების პერიოდში გამოცდაზე. აი ავადმყოფნის შემთხვევაში რა არის სხვა შემთხვევები საპატიო, ეს არის ავადმყოფობის შემთხვევა, დასკვნით გამოცდაზე ავადმყოფობის შემთხვევაში და შუალედურზეც, რა თქმა უნდა, მას შეუძლია წარმოადგინოს ფორმაზე ან ატვირთოს. აუცილებელია შეავსოს სტუდენტმა გაცდენის შესახებ განაცხადი ელექტრონული 3 დღის განმავლობაში. თუ აქვს შესაძლებლობა დამადასტურებელი დოკუმენტი თანვე ატვირთოს იმავე გვერდზე, თუ არა და წარმოადგინოს ჩვენს დეპარტამენტში აერთ ოთახში. და ბოლოს რომ შევაჯამოთ, რა რჩევას მისცემთ პირადად თქვენი განმოსახედიდან სტუდენტებს? ანუ თუ სტუდენტი დასკვნით გამოცდამდე მოვიდა, ესე იგი მას მეტნაკლებად წარმატებით აქვს გამული რაღაც ეტაპი. იმისთვის რომ დასკვნითი გამოცდა მან წარმატებით ჩააბაროს, აუცილებელია დასკვნით გამოცდამდე გადახედოს ყველა მასალას. რა თქმა უნდა, ყურად იყოს ლექტორის რჩევები, მოემზადოს იმისთვის, რომ წეროს და არ გადაწეროს.
იმიტომ რომ ეს მკაცრად კონტროლდება, თქვენ კარგად იცით და ყველას უსურვებთ წარმატებას, ვინაიდან ახლა მიმდინარეობს გამოცდები. არც ერთ მარტივი ეტაპია ყველა სტუდენტის ცხოვრებაში და ყველას გისურვებთ წარმატებით დაგესრულებინოთ ეს სემესტრი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი მაია ნიკურაძე. ახლა კი ვიხილოთ ჩვენი ჟურნალისტის კრისტინა შამათაუას გამოკითხვა, უწყობენ თუ უშლიან თავად დამკვირვებლები ხელს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას. თქვენი აზრით უწყობენ თუ უშლიან დამკვირვებლები საგამოცდო პროცესს ხელს? ჩემი აზრით გააჩნია რა თქმა უნდა დამკვირვებელს. უფრო მეტად უშლიან ვიდრე ხელს უწყობ. ჩემი აზრით არ უშლიან ხელს, უბრალოდ ვფიქრობ, რომ შეუძლიათ უფრო ლოიალურები იყვნენ. ალბათ დამკვირვებელს გააჩნია. თუ დამკვირვებელი ესწრება გამოცდას, რა თქმა უნდა, ამ სიმშვიდეა ხოლმე და უფრო მეტად შეგვიძლია რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ გამოცდაზე. ჩემი აზრით ამაზე ერთგვარ პასუხი არ არსებობს. დამკვირვებელს გააჩნია. ზოგიერთ დამკვირვებელი ისეთია, პირიქით თავდაჯერებულობას გმატებს და გეხმარება კიდეს გარკვეულ რამე თუ გიჭირს ან რამე პრობლემა თუ შეგექმნა, მაგრამ ზოგიერთი ისეთია, საერთოდ ხმას არ გაგცემს, ან ისე შემოგხედავს მართლა შეგაშინებს და უარესად გაგანერვიულებს გამოცდაზე. სავარაუდოდ უწყობენ. ალბათ გააჩნია დამკვირვებელს. შეიძლება ზოგი ისეთი მკაცრი სახით იყოს, რომ თქვა შეგაშინოს და დაიბნე და რაც იცი, ისიც ვერ დაწერო და ზოგი შეიძლება პირიქით რაღაც დობას თუ აღძრავს და შენ უსაფრთხოდ გრძნობ თავს, შეიძლება არ შეგიშალოს ხელი. გრძელდება გადაცემა და ჩვენი სტუმარია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების მენეჯერი თაკო ბაბუნაშვილი. გამარჯობა თაკო. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედი. როგორც ნახეთ, სტუდენტების აზრი გაიყო იმასთან დაკავშირებით, უწყობენ თუ უშლიან ხელს თავად დამკვირვებლები საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას. ჩვენ როგორც ვიცით, თქვენ სტუდენტიც ხართ, გარდა იმისა, რომ დამკვირვებელი ბრძანდებით და პირადად თქვენ თუ შექმნით რაიმე პრობლემა გამოცდის წერისას დამკვირვებლის მხრიდან, თქვენი კოლეგებისგან. იცი რა, პირდაპირ კითხვა ესე როგორც სტუდენტის ხედვით, კი მქონია ეგეთი შემთხვევა რამდენჯერმე, ანუ გადაწერა ვერ მომიხერხებია, მაგრამ ზოგადად დამკვირვებლები ცდილობენ და მეც ვცდილობ, რომ ეს საგამოცდო პროცესი მშვიდობიანად დავასრულოთ. თქვენ თუ გაუძლებელი ხართ გამოცდის ოთახიდან? არა. არ ყოფილა ესეთი შემთხვევა. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც სტუდენტი გრძნობს დისკომფორტს დამკვირვებლის მხრიდან, რა შეუძლია სტუდენტს რომ გააკეთოს ამ დროს, რომ წეროს მშვიდ ვითარებაში. იცი რა არის, ანუ დამსწრევალდებულია, რომ თუნდაც იაროს რიგებში, გიყუროს, დაგათვალიეროს, იქ კარგალკა ხო არ გაქან რამე, მაგრამ თუ შენ ხელი გეშლება, ანუ შეგიძლია უბრალოდ მარტივად უთხრა, რომ ხელი მეშლება და ცოტა შორიდან დამაკვირდი. დაუშვათ სტუდენტმა შენიშნა მისთა დამკვირვებელს, რომ ვთქვათ, ნაკლებად შეუშალოს ხელი გამოცდის წერისას. აი, ფორმალ ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სტუდენტსა და დამკვირვებელს შორის ურთიერთობის დაძაბვა და ცოტა ზეწოლა იყოს უფრო მეტად იმ სტუდენტის მიმართ, რომელმაც გააპროტესტა დამკვირვებლის. იცი რა, გააჩნია თქმის ფორმას, ანუ სტუდენტი როგორ იტყვის, მაგრამ ისე არა, რომ აი ამოიჩემოს, ეგ არა. არ ყოფილა, ანუ თქვენ მე არ მახსენდება. ესეთი არ ყოფილა, გასაგებია. პირადად თქვენ რა შემთხვევაში თვლით საჭიროდ და აუცილებლად რომ სტუდენტი გააპროცენტოთ ან საერთოდ დაატოვებინოთ საგამოცდო ოთახი, რომ და გააკეთოს. იცი რა არის, თავიდან ვცდილობ ხოლმე რომ შენიშვნა მივცე თუ რაღაც ზედმეტებში არ გადადის, ანუ უბრალოდ უთხრა რომ წინ გადმოჯექი ან უკან გადაჯექი ან ასე შემდეგ, მაგრამ თუ ხედავ რომ რაღაც შებრუნდება, იქ რაღაც ყავა უნდა და ასე შემდეგ, მე უკვე -20 და ზევით. გასაგებია. აი ათვალიანი სისტემით რო შევაფასოთ, უკვე სტუდენტის მხრიდან თქვენი როგორც დამკვირვებლის მუშაობა, როგორ შეაფასებთ? ძალიან თვალე კითხვა. არ ვიცი, ალბათ 7-8, ანუ გააჩნია და რის გამოაკლებთ გულებს თქვენ თავს? საიდუმლო არ არის? ნუ მეც სტუდენტი ვარ და მოდი ამას ჩემთვის დავიტოვებ, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც მოგწონს, რაც არ მოგწონს, გინდა რომ გამოვასწორო, მაგრამ ვცდილობ, რომ ცოტა როგორც სტუდენტი, ანუ ისე შევხედო ხოლმე, უფრო რაღაც სხვანაირად მიუდგე, ამიტომ რა ვიცი. გასაგებია. 7-9 როგორც ვიცით, ნუ არის გარკვეული წესები, რომელსაც თუ სტუდენტი არ დაემორჩილება გამოცდის მიმდინარეობისას, ატოვებინებენ ოთახს. ნუ ეს მიზეზები ვიცით. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დამკვირვებელი გადააჭარბებს, თქვა თავის დადგენილ წესებს, თუ გაცდება თავის კომპეტენციებს, თუ არის ესეთ შემთხვევა თუ ყოფილა და რა სანქცია შეიძლება დაეკისროს უკვე დამკვირვებელს
გამოცდის შემდეგ. იცი რა, არ მოგატყვა ესეთი შემთხვევა, ანუ არ მქონია პრაქტიკაში არც როგორც სტუდენტს და არც როგორც დამკვირვებელს. ანუ უფრო ხშირად იმედი მაქვს, რომ არც იქნება. უფრო ხშირად ხდება, რომ სტუდენტი არ არის მართალი და ყოველთვის დამკვირვებელი იმარჯვებს, ასე ვთქვათ. ანუ ეს შემთხვევა უფრო ხშირია, როგორც. ნუ ხშირია, კი. და უმეტესად უფრო დამკვირვებელი იმარჯვებს. ესე გამოდის. კარგი და რა უნდა გაითვალისწინოს სტუდენტმა გამოცდა შესვლის წინ, აი არჩევებს მისცემდით. პირველ რიგში ვურჩევ, რომ მობილური ტელეფონი აუცილებლად უნდა გქონდეთ გამორთულ მდგომარეობაში, ან ჩანთაში, ან ჯიბეში, არანაირი მინაწერები ხელზე და არანაირი შპარგლი. გასაგებია, მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო თაკო ბაბუნაშვილი, ამით კი ჩვენი გონდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში მომდევნო შაბათს. მადლობა დროებით.